მაშინ მოდი პირველი კითხვა ესე დავიწყოთ. თამაშების ინდუსტრია საქართველოში არ არსებობს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პიონერები ხართ. რას იტყოდით, თქვენი გზა როგორ იყო აი ამ მომენტამდე მოსulis და სხვა ადამიანებს დღესდღეობით უნდა ამ ინდუსტრიაში მოხვიდე და როგორი პროცესი უნდა გაიარონ? კი ბატონო, მოკლედ, პირველ რიგში მოდი ესე დავიწყებ, რომ არის სხვადასხვა პატარა სტუდიებიც საქართველოში, რომლებიც საკმაოდ დიდ შრომას გადიან. თუმცა რეალურად მე როგორც ვფიქრობ, ზოგადად ქართულ გეიმინგ ინდუსტრიაზე არის შემდეგნაირი, რომ სამწუხაროდ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში პრეცედენტი როგორც ესეთი, რომ ყოფილიყო რაიმე წარმატებული მოზრდილი ზომის თამაში, რომელიც დიდ ბაზარზე გავიდოდა და რაღაც ესე რომ თქვა კონკრეტულ რიცხვებს და კონკრეტულ წარმატებას მიაღწევდა, ეგეთი პრეცედენტის არსებობის გამო, შესაბამისად, მიუხედავად ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, შეაძლებლობისა, დიდად არ ფინანსდება საქართველოში მსგავს ტიპის პროექტები და მსგავს ტიპის სტარტაპები. ლოგიკურიც არის, სამწუხაროდ უჭირთ აქ ესე რომ ვთქვათ, ბიზნესმენების ძალიან დიდ ნაწილს, რომ რეალურ რაღაცა დაღიქვან. იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად ეს სფერო და თამაშის გაკეთება არის, ყველა სხვა დანარჩენი სტარტაპებთან შედარებით ძალიან, როგორ გითხრათ, labor work ჭირდება ბევრი, იმიტომ რომ არის ისეთ სფერო, სადაც ძალიან დიდი რაოდენობის თანხა ჯერ უნდა ჩადო და სანამ რაღაც პერიოდი ესე ვთქვათ არ გავა, მანამდე ვერ გაიგებ ესე ვთქვათ, დაგიბრუნდება უკან თუ არა იგივე თანხა და თუ არა. ამიტომ ხო, ცოტათი სარისკო არის, რა თქმა უნდა, სხვა სტარტაპებს ეხლა შეუძლიათ მაგალითისთვის, რომ შუალედურ პროცესში სანამ აკეთებენ და სანამ საბოლოო ვერსიამდე მივლენ, მანამდე შეუძლიათ რაღაც თანხის გენერირება, თუმცა თამაშების შემთხვევაში ესე არა. პლუს რისი გაგებაც და გააზრებაც ჩემი აზრით ბევრ სტუდიას და ბევრ ადამიანს საქართველოში ამ მიმართულებით უჭირს, არის შემდეგი რამე, ეგ ლოგიკურად მეც გავიარე, რა თქმა უნდა, და მეც გავდივარ, ეხლა ზუსტად იგივე მომენტში ვარ. არის შემდეგი რამე, რომ ყველას უნდა, რომ ეგრევე ძალიან მაგარი პროექტი დადოს. და ძალიან მაგარი რაღაც გააკეთოს, იმიტომ რომ აი ვისაც ვიცნობა ამ სფეროში და ვისაც სურს რომ ამ სფეროში იყოს, ყველას მსგავს ტიპის იდეები აქვს, რომ აი ვეფხისტყაოსანზე რა მაგარი იქნებოდა და აი რაღაც საქართველოს ისტორიაზე რა ძალიან მაგარი გაკეთდებოდა და ასე შემდეგ. ეგ არის ერთ-ერთი მინუსი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რომ ამის რესურსი მოცემულ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს. ანუ რეალურად რომც არსებობდეს სახსრები და ფინანსები იმისთვის, რომ მსგავსი ზომის და დონის თამაში გაკეთდეს, ფიზიკურად არ არსებობს ხალხი აქ, ვინც გააკეთებს. ანუ შესაბამისად უნდა იყოს უცხოურ ბაზარზე და უცხოურ, ესე ვთქვათ, სტუდიებზე დამოკიდებული, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის ფასს და ხშირ შემთხვევაში ეგ არის ხოლმე პირველი. თუმცა კარგი არის ინდი ტიპისთვის, ინდი დეველოპერისთვის, რომ რაღაც პროექტის მეშვეობით იწყებს და შემოდის ამ სფეროში. ეგ რა თქმა უნდა მეც გავიარე, მეც მქონდა რაღაც მახსოვს მე რამდენი პროექტი არის, რომელიც თქვა დავიწყე თავიდან რაღაც კეთება ადრე სხვა პროექტის, არ იყო ისეთი როგორც მინდოდა, არ გამოდიოდა, დავანებე თავი, სხვა დავიწყე და ასე შემდეგ, მოვედი აქამდე. და მეორე თემა რაც არის აუცილებლად რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს, არის სისწრაფე. არანაირად არ ღირს რომელიმე თამაშზე და რომელიმე პროექტზე, არ ვიცი, წლების მანძილზე ჩაციკლა და ერთი და იგივე რაღაცის კეთება, მით უმეტეს თუ არ გაქვს სახსრები, რომლებიც გუნდს და შენ თავს შეინახავს. რეალურად. ჯობია რომ გააკეთო რაღაც მარტივი ტიპის პროექტი, გავუშვა გაყიდვაზე და მე იგივე თანხით, ესე ვთქვათ, ნელ-ნელა დაასკეილო და გახდეთ ცოტათი დიდი ზომის. ეგ არის ალბათ ყველაზე ისეთი რაღაც, რასაც ვიტყოდი. დანარჩენ შემთხვევაში საქართველოში არის ძალიან მაგარი ტიპები ყავს, რეალურად ცალკეულად აღებული პროფესიონალები ძალიან ბევრი არიან. ყავს ადამიანები, რომლებიც დღემდე Rockstar-ში GTA 6-ზე მუშაობენ, გრაფიკულ პროგრამისტებად, ყავს ადამიანები, ვინმეც Google-ში იმუშავეს, სხვადასხვა მიმართულებით. მე თვითონაც ჩემი ბექგრაუნდი რეალურად შემდეგნაირი არის, რომ ჯერ თვითნასწავლი ვარ უფრო მეტად და სხვადასხვა უცხოურ კომპანიებში მუშაობდი senior და lead environmental artist-ად და აქ საქართველოში IT step-ში ვასწავლედი და ასე შემდეგ, ანუ ბექგრაუნდი, ესე რომ ვთქვათ, შევიქმენი როგორც ერთ ცალკეული დეველოპერის, მაგრამ
ეგ არის კიდევ ერთი თემა, რაც ბევრ ინდი გუნდებს ერევათ. ძალიან კარგი არის, რომ ცალკეულად მაგარი დეველოპერი შეიძლება იყოს, მაგარი პროგრამისტი შეიძლება იყოს, მაგრამ როგორ გითხრათ, ანუ ფულს მაგით ვერ იშოვი რეალურად რა, ანუ მხოლოდ ეგ არ არის საკმარისი, რომ თამაში ბოლოში მიიყვანო, იმიტომ რომ იქ შემოდის ესეთი რაღაცები, როგორც არის, ну რეალურად ბიზნესი არის იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც პროდუქტს ქმნი, რომელიც უნდა გაყიდო და იქიდან შემოსავალი დააგენერირო. ამიტომ მან უკვე სხვა რაღაცებიც ერთვება რა და ბევრი არის რომ მაგალითისთვის იგივე გრანტებზე და ეგეთ ადგილებზე პრეზენტაციების დროს ინდი სხვა სტუდიები რო გამოდიან პროექტის ესე ვთქვათ და პროდუქტის პრეზენტაციას აკეთებენ როგორც მაგარი პროგრამისტები, მაგარი დიზაინერები და ხშირ შემთხვევაში ეგ არის ხოლმე ერთგვარი დაბრკოლება და მინუსიც მაგ დროს. გიორგი, ეხლა შენ შეეხე თვითონ იმ პრობლემას, რაც საქართველოში არის, არა მარტო მე მგონი gaming არამედ სხვა ინდუსტრიებშიც, მაგრამ ასევე ვთქვი, რომ ტალანტის პრობლემა საქართველოში არ არის, რაც სიმართლეა, ძალიან ბევრი სპეციალისტი იყო სხვა სფეროში. აი, რაც შეეხება თანხის პრობლემას და თანხების მოძიების გრანტების, აი ეს უნდა გადალახოს ვიღაცა, ვინც ახლა იწყებს. აი მაგნაცილს რაც შეეხება ახლა ჩემი პირადი გზიდან გამომდინარე რომ ვთქვა, მე ჩვენ ეს ვთქვათ ავდექით ცეცხლი გავიღეთ, ცოტათი არა საკმაოდ სარისკო რაღაც გავაკეთეთ, ცეცხლის აღება ამ სფეროსთვის. ну, ეგეც ისეთი რაღაცა არის, რომ რეალურად როდესაც ცეცხლის აღების პროცესში ბანკს პრაქტიკულად ვერ უხსნიდით, რისთვის გვინდოდა. ანუ ბიზნეს ცეცხლი არის ჩვეულებრივი, მაგრამ ვერ უხსნიდით, რისთვის გვინდოდა რა, ანუ გთხოვდნენ ისეთ რაღაცებს, რაც ანუ ფიზიკურად არ არსებობს, ჯერ და მერე უნდა შეიქმნას და ეგეც ერთგვარი ეს არის, რომ ძალიან ახალი ხილი არის ეგეთი რაღაცეები აკავრობისთვის. რაც შეეხება სხვა რა შეიძლება გააკეთოს, ჩემი აზრით ყველაზე ისეთი, ну, სამწუხაროდ ინდი მიმართულებით არის ადამიანების ჯგუფი, თქვა, პატარა ინდი გუნდს თუ ქმნი და შემდეგ არის უკვე ესე ვთქვათ, სოლო დეველოპერი. თუ მაგალითად სოლო დეველოპერი ხარ და გინდა რომ რაღაც ტიპის პროექტი გააკეთო, ძირითად შემთხვევაში მოგიწევს ერთ და იგივე გზის გავლა, რაც არის თავისუფალ დროს მუშაობა. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ რაღაც საწყისი თანხი და კაპიტალით დავიწყე, რაღაც ეტაპზე მომიწია მაინც, რომ როდესაც რაღაც თქვათ გავიდა ბოლოში და უკვე აღარ ყოფნი და ეს თანხები მომიწია, რომ რაღაც წავსულიყავი სამსახური მეშოვა და პარალელურ რეჟიმში გამეგზელებინა ამას მუშაობა. ეგ არის ერთ-ერთი თემა, რაც ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს, თუ საწყისი კაპიტალი რაღაც მაინც არ გაქვს, რომ შეგინახოს და რაღაც საჭირო რაღაცეები, ასე ვთქვათ, მოგცეს. შემდეგ უკვე ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოში საბედნიეროდ არის ეგეთი პრეცედენტი, რომ ჯიტას გრანტზე გავიმარჯვეთ, თამაშმა გაიმარჯვა ჯიტას გრანტი და უკვე პრაქტიკულად შემიძლია თქვა, რომ შესაძლებელი არის, რომ ნებისმიერმა ესე ვთქვათ, ქართულმა კომპანიამ, სტუდიამ დაიწყოს იგივე გზა, პირდაპირ მნიშვნელობით ფორმულა, ესე რომ ვთქვათ, დევს იმის თუ როგორ შეუძლია თამაშმა აიღოს გრანტი ამ მიმართულებით და ეგ არის ერთ-ერთი საქმე. შემდეგი სხვადასხვა ვერსიები და ვარიანტები არსებობს, იგივე უცხოური გრანტებიც არსებობს ამ მიმართულებით, მაგალითად Epic-ი არის Epic Games-ი არის ეგეთი კომპანია, რომელსაც თავის ძრავი აქვს Unreal-ი და იმათ აქვს თავიანთი საგრანტო პროგრამა, თუ მაგაც ძრავზე აწყობ თამაშს, შეგიძლია შენი თამაშის იდეა გადაუგზავნო და მოთხოვა კონკრეტული თანხა, რამდენიც გაგიხარდება, თუ შესაბამისად დაასაბუთებ, ხო? თუ არის ეგეთი რაღაც საშუალებები. როგორ? თქვენ ეგრე გააკეთეთ, ანუ ეგ თქვენ Epic-დან არ აგვიღია საერთოდ არაფერი და შემდეგი თემა არის უკვე პაბლიშერები, ესენი არიან კონკრეტული კომპანიები, უცხოური კომპანიები, საქართველოში პაბლიშერები არ არსებობენ. სამწუხაროდ, მაგრამ უცხოური კომპანიები არიან, რომლებიც ზუსტად აი მაგალითისთვის უფრო გასაგები რო იყოს რას გულისხმობ, იგივე Battlefield-ი გეცოდინებათ, მაგის დეველოპერი არის სხვა კომპანია და გამყიდველი ანუ პაბლიშერი არის EA Games. ანუ ეგეთი პრინციპით შეიძლება გააკეთო თამაში, მიხვიდე კომპანიასთან, შესთავაზო შენი თამაში და ისინი გაყიდიან შენს ესე ვთქვათ თამაშს. ეგ არის შემდეგი საშუალება, სადაც შეიძლება რომ რაღაც თანხით დაიწყო, მაგრამ ყველაზე კარგი ვარიანტი, რითითაც ჩემი აზრით ოპტიმალური ვარიანტი არის, რომ დაიწყო მარტივით, რამე მარტივი იდეა მოიფიქრო, უნდა გააკეთო აუცილებლად რისერჩი მარკეტის, რას თამაშობს ხალხი, რა მოსწონთ. შეიძლება შენ რაღაც ძალიან მაგარი თამაში შექმნა, მაგრამ რეალურად არავის არ მოსწონდეს ის. ხო, შეიძლება ძალიან მარტივი რაღაც გააკეთო და ის უფრო მოსწონთ. ამიტომ უმჯობესია რომ რისერჩი გააკეთო იმის, რომ რა მოსწონს ხალხს და რისი გაკეთება შეიძლება შენ, ანუ რას ბჭყალებში რო ვთქვათ გაუკაჩავ
და მაგის მიხედვით მოკლე დროის პერიოდში რაც შეიძლება რომ მალე დაიწყო და დაამთავრო Dados Teams-ზე და გაუშვა გაყიდვაში, რომ ეს უკვე გეხმარება როგორც რომ უკვე შენ გაძლევს გამოცდილებას როგორც პროცესი როგორ მიდის, იმიტომ რომ ბევრს უფრო მეტად, უფრო მეტად ბევრს ხო, ეგ არის რომ ეგ აინტერესებს რომ რამდენად შეგიძლია დაიწყო და დაამთავრო. ბევრმა იცის, საქართველოშიდაც მათ შორის ბიზნესმენებმა ძალიან კარგად იციან, რომ სფერო ძალიან მაგარია, კოლოსალურ თანხებზე შეიძლება ავიდეს. იდეალური ვარიანტია იქნა გამომდინარე, რომ ერთხელ გააკეთებ რაღაცას და ულიმიტოდ იყიდება. მაგრამ მანდ უკვე საკითხი არის, რომ შენ შეგიძლია რომ დაიწყებ და ასრულო. ერთ-ერთი საკითხიც ეგ იყო მაგალითისთვის, რაც გრანტის ფინალში აინტერესებდათ, ხო? რომ ვიყავი თუ არა ის გუნდი, რომელსაც შეუძლია დასრულება. და ზუსტად ეგ იყო მომენტი, სადაც ჩვენი ბექგრაუნდი გამოგვადგა, რომ უკვე გქონდა გამოცდილება სხვადასხვა სტუდიებში და კომპანიებში მუშაობის. ეგ არის მნიშვნელოვანი, ამიტომ თუ ნებისმიერი ინდი ტიპი სოლო დეველოპერი თუ გუნდი დაიწყებს რაღაც პატარა რაღაც პროექტი დაიწყებს და იმას უბრალოდ ბოლოში გაიყოს და დაასრულებს, გარდა იმისა, რომ რაღაც შემოსავალს დააგენერირებს, ისწავლის როგორ მუშაობს ზოგადად პლატფორმას თიმი, რა არის მის უკან ალგორითმი, იმიტომ რომ ეგ ცალკე მიმართულება არის საერთოდ, როგორ და რანაირად და რა დროს და რომელ სეილზე და რა სიტუაციაში აჩენს შენს ეს თქვა პროექტს უკეთესად. ისწავლის პროცესს, როგორ უნდა დაიწყო რაღაც დაასრულო რაღაც და რა თქმა უნდა ნებისმიერი ინვესტორთან, პაბლიშერთან თუ უბრალოდ ბიზნესმენთან მისვლის მომენტში უკვე გაქვს რაღაც რეალური, რომ შენ იცი თლიანი პროცესი როგორ გამოიყურება და როგორ დაიწყო და დაამთავრო. ამიტომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. იცი გიორგი, ძალიან დამაინტერესა, რომ ლაპარაკობდი ჯიტას გრანტის ფინალზე და რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს გუნდი რო ყავდეს დამთავრებელი. ასევე მე მგონი ბევრმა ხალხმა არ იცის როგორ გამოიყურება ამ გრანტის პროცესი, გრანტის მიღების მთლიანად, დასაწყისიდან დასრულამდე. შენი გამოცდილება რო გითხრა ამ პროცესზე და აი ბევრი სტარტაპებისთვის როგორ გამოიყურება ეს პროცესი გრანტის მიღების. კი ბატონო, მანდაც ესეთი სიტუაცია არის, იგივე სტარტაპი იქნება, ეხლა თამაშებისთვის ცოტა ისეთი მომენტი არის, იმიტომ რომ ეხლა მაგალითისთვის კლასიკური გაგების სტარტაპი რაც ვიცით და რაც არის, ის არის იმისთვის, რომ რაღაც პრობლემა არსებობს და პრობლემას ჭრის. და ეს არის რეალურად მაგათ ბიზნეს მოდელი მერე და ეს არის ფულის შოვნის საშუალება და მთელი ამბები, მაგრამ აი, როდესაც საქმეში შემოდის თამაში, მან ეხლა ვერც ერთი Call of Duty რეალურ პრობლემას ვერ გადაჭრის ვერავისთვის. ამიტომ იწყებენ ხოლმე ისეთი რაღაცების მოფიქრებას, რაც არის, რომ აი სტრესი არის მაგალითად პრობლემა და ამას გიხსნით, არა, ეგრე არ მუშაობს და არც არის აუცილებელი, რომ სტარტაპი გინდა თუ არა პრობლემას ჭრიდეს, შენ უბრალოდ შეიძლება დაინახო საშუალება და შეაძლებლობა მარკეტზე. გაცრავად, მოთხოვნილება მაგალითისთვის სივრცე, რომლის შევსება ჩვენ შეგიძლია. ან ჩვენ შემთხვევაში მაგალითისთვის ეგრე დავაყენეთ სიტუაცია, რომ ჩვენ შემთხვევაში ვთქვით, რომ უამრავი ჰორორ თამაში გამოდის. ჰორორ ჟანრის თამაშები გამოდის უამრავი, ყველა არის ერთი და იგივე, არ არის ორიენტირებული რაღაც storyline-ზე და ისტორიაზე, ან background-ზე თუ რა ხდება აქ. ყველა არის ეს ვთქვათ ერთი და იგივე სივრცეში, რაღაც მიტოვებულ სახლში ან რაღაც საავადმყოფოში რაღაცა ეგეთი და ჩვენ დავინახეთ სივრცე, რომ მოთხოვნილება არის, ანუ ამდენი გამოდის ჰორორ თამაში, ამდენი პროცენტი აკეთებს ამას და მოთხოვნა ბაზარზე არის ესეთი, აი ამდენი პროცენტის. ეს იყო მაგალითისთვის რო ახსნა ჩვენი უკვე საფინალო ვერსია, სადაც თქვით, რომ ეს არის სივრცე, რომელიც დავინახეთ და შევიდეთ. გარდა ამისა, იგივე ახლა ხო, სტარტაპის შემთხვევაშიდაც სტარტაპებიც იგივე რაღაც ნაწილში იჭრებიან ჩემი აზრით, სადაც საკუთარ სტარტაპს ან თამაშს უყურებენ როგორც მაგარი პროგრამისტები და მაგარი დიზაინერები და არ უყურებენ როგორც ბიზნესმენები და არა როგორც sales ტიპები. უყურებენ როგორც აი ხო, ძალიან მაგარი ის არის, ჩვენნაირად კოდი არავის არ უწერია, ჩვენნაირი ფერები არავის გამოყენებული არ აქვს. კი ბატონო, ეგ ძალიან მაგარია, ოღონდ ეგ გამოგადგება მას მერე, რაც უკვე გამოუშვებ. მაგ ყოლაფერს, მაგრამ სანამ მაგას გამოუშვებ, მანამდე საჭიროა რომ ვიღაცას დააჯერო, რომ აბაში თანხის ჩადება ღირს. ამიტომ ყოველთვის უნდა შეხედონ როგორც პროდუქტი, ეგ არის მათ შორის ჯიტას გრანტის განაცხადსაც, როდესაც აუცილებლად რეალურად ეგეთ რაღაც ინფორმაციას წერი იქ. შემდეგი არის უკვე მეორე ეტაპზე, პირველ ტურს თუ გაიგებ, მეორე ტური რაც არის
ჯიტას გრანტის მთელი ეს პროცესი, ხო, ნუ ეხლა უკვე შეიცვალა 200,000-იანზე გადადიან 150-ის ნაცვლად და იქ ცოტა უფრო ის უფრო აქსელერატორი იქნება მომავალში ვიდრე ესე პირდაპირ რაღაც საგრანტო კონკურსი, მაგრამ სავარაუდოდ რაღაც ნაწილი ისევ ძველებურად დარჩება, რაც ანუ კოუჩინგის მხარე არის რა. ამიტომ მე უკვე მოდის კოუჩინგის მხარე. კოუჩინგის მხარეში რეალურად ჯიტას სივრცეში ერთვებიან ისეთი ადამიანები, ვისაც აქვთ 10, 15 და 20 წლიანი გამოცდილება, არ ვიცი, 500 Global-ში ან რაღაც ეგეთში ყოფნის. ნებისმიერი ინვესტორისთვის, ნებისმიერი ბიზნესმენისთვის, რომელსაც უკვე მზა, მუშა, საინვესტიციო ფონდი აქვს, ან ბიზნესი აქვს, ან რაღაცა ეგეთი, ნებისმიერ შემთხვევაში ერთ ჩვეულებრივ სტარტაპერზე მეტი იცის, ანუ გამორიცხული არის, რომ მეტი არ იცოდეს. ისინი მათ შორის უყურებენ ისეთ რაღაცას, როგორიც არის შენ რამდენად ხარ დაკოუჩებადი. მარტივად რო ვთქვათ რა, ანუ ერთ-ერთი კრიტერიუმი, იმიტომ რომ ურთიერთობები, ანუ ბიზნესის ძირითადი მხარე არის ურთიერთობები, ანუ უბრალო ურთიერთობები არის. ჩათვალეთ, რომ რეალურად ბევრი გადაწყვეტილება ხდება მაშინ, როდესაც ამ ადამიანებთან პირდაპირ კომუნიკაციაში შედიხარ შეკითხვების გზით, ან უკავშირის გზით, ან კოუჩინგის თვალსაზრისით და ასე შემდეგ და ნაკლებად, ესე ვთქვათ, პირდაპირ გზით რაღაც რამდენ კრიტერიუმს, ესე ვთქვათ, აკმაყოფილებს. შეიძლება სტუდია არ აკმაყოფილებდეს რაღაც კრიტერიუმებს ან სტარტაპი, მაგრამ გაიმარჯვოს მარტო იმიტომ, რომ ამ ადამიანებში ჩანს პროგრესი და ის ფაქტი, რომ კოუჩინგი შესაძლებელია, ან რო ვეუბნებით მაგალითისთვის, რომ რაღაცა პროდუქტს ესე თუ გავაკეთებ პრეზენტაციას, ან ამას თუ იტყვი, ან ესე თუ წაიყვან, ცუდი არის და ეგრე არ ვარგა და შენ ამას გაითვალისწინებ და გადააწყობ იმდაგვარი პრინციპით, როგორც გითხრეს, თუ გინდა თუ არა ჯინაზე დადგები და არა მეუკეთესად ვიცი როგორ უნდა გავაკეთო და ასე შემდეგ, მაგ შემთხვევაში ცოტათი მაშინ ძალიან მაგარი არგუმენტები უნდა გქონდეს რა. ანუ ხო, თვლი რომ საქართველოში არის მაგის პრობლემა, ადამიანების არ არიან კოუჩებულ, არის? კი, ძალიან ბევრი არის ეგეთი, რომელსაც ეგეთი პრობლემები მარტო სტარტაპებში კი არა, ძირითად შემთხვევაში ბევრი ინდი გუნდის და ბევრი იდეის მკვლელი მათ შორის არის, როდესაც იწყებენ თავიდან მუშაობას, შეიძლება გუნდში არის 5 ადამიანი და 5-ვეს საკუთარი იდეის გატანა უნდა რა, ანუ როგორ გითხრათ, აი რაღაც თამაშზე დავიწყე მუშაობა, მაგალითისთვის მე ვიძახი რომ პირველი პირი უნდა იყოს და გვერდით ყავს მეგობარი გუნდის წევრი, რომელსაც უნდა რომ მესამე პირი იყოს და ამაზე წავიდა რომ არა გინდა თუ არა აი ამიტომ და უმოკლედ ანუ ხშირი არის ეგეთი რაღაცეები და საქართველოში ძალიან ბევრი არის ისეთი ადამიანები, რომლებიც გამოვლინდა იტყვიან რომ ამათმა რა იციან. და ამ დროს კარის მეორე მხარეს დგას ფაუნდერის აღმოსავლეთ ევროპის თქვა დირექტორი. რაღაცა ეგეთი. აი არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში პრობლემა რა, ანუ სისწრაფე კი ბევრს უნდა რომ თქვა ესე ვთქვა, დღეს რო დავიწყებ ერთ-ორ თვეში უკვე მუშა სტარტაპი მქონდეს და ყველაფერი იდეალური იყოს, მაგრამ ეგრე არ ვიცი რა, მილიონში შეიძლება იყოს ეგეთი ერთი. რაც იუნიკორნი. და აი თვითონ რამე ხომ გეკითხა, იკა? მე მდიდრ უბრალოდ ცოტა მეკითხა, აი ქართულ გეიმინგ ინდუსტრიაზე უბრალოდ. სანამ თქვენ სტარტაპს დაიწყებდით, ისეთი რამე კომპანია ან სტუდია ხო გახსენდებათ, რომელმაც თქვენ ინსპირაცია მოგცათ, ან გზა გაგიყვალათ ასე ვთქვათ. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ მე პირადად და ჩემო მეგობარო ვისთან ერთადაც რეალურად ანუ მეორე ფაუნდერი ვინც არის, რეალურად ანუ ამ სივრცეში თავი ამოყავით 2014 წლიდან, მაშინ ძალიან პატარები ვიყავით და პირველი გეიმ ჯემი ჩატარდა თბილისში და რეალურად მაშინ დავინტერესდით და მაშინ დავიწყეთ ამ ყველაფერზე, ესე ვთქვათ, ამ ყველაფერში ყოფნა. ესეც სტუდია იყო Stormbringer Studios-ი, ქართული პოლიცია გემახსოვრებათ ადრე რო გაგეთეთ თამაში. ხო, მაგის დეველოპერები არიან რეალურად Stormbringers-ი, თუმცა ის მაგ დროისთვის არ იყო კომერციული ტიპის თამაში, ნაკლებად იყო, იმიტომ რომ სამინისტროს დაკვეთა იყო და რა თქვა, თავდექით და მაგარი პონტი იქნება, რომ პოლიციას თამაში გავაკეთოთ, ეგეთი ვარიანტი არ ყოფილა. თუმცა ხო, ეგ ადამიანები იყვნენ და ეგ სტუდია იყო, რომლებიც მანამდე არსებობდნენ. მერე იყო Lemondo აკეთებდა მობაილ თამაშებს. ხო და ნუ ეგ იყო და Stormbringers-ი მერე გადავიდა, გადაერთო, თუ სწორად მახსოვს, უკვე აუთსორსინგზე მუშაობდნენ უფრო მეტად, თუ სწორად მახსოვს, ოღონდ ვიდრე საკუთარ პროექტზე. ნუ ქონდა თავიანთი იდეები, თუმცა მერე მე მგონი აღარ დაუმთავრებიათ ეგ პროექტები. აი წინა სპები ეხლა არიან კი, ვინც მუშაობ. თემას რო დაუბრუნდეთ, რო ლაპარაკობდით ადამიანებზე, ქართველებზე რო არ არიან ადვილად coachable. აი
იგივე არის კადრებშიც? თუ ეს მარტო რაღაც კადრებშიც სტარტაპებს აქვს პრობლემა? რეალურად საკითხი მდგომარეობს შემდეგში. ზოგადად ინდუსტრია და სფერო არის იმდაგვარი, რომ ამას აქვს ცოტათი განსხვავებული სტილის მიდგომა მენეჯმენტის თვალსაზრისით. ვიდრე ეს შეიძლება იყოს ქართულ კლასიკურ კომპანიებში ან თუნდაც იგივე ტექ კომპანიებში, რა ვიცი. ცოტათი შედარებით განსხვავებულია. ამიტომ ამ თვალსაზრისითაც კი, არის რაღაც ტიპის პრობლემები, რაც რეალურად ანუ coachable არის, თუმცა რაღაც დრო მაინც სჭირდება. იმიტომ რომ მიდგომა არის ცოტათი განსხვავებული, იმიტომ რომ ჩვენ შემთხვევაში ყველაფრის დაგეგმვაც და სხვანაირად ხდება, დაგეგმილის მერე შეჯამება სხვანაირად ხდება, ანუ პროცესი არის მარტივად რომ გითხრათ ესეთი. იწყება რაღაც იდეა რომ გვიწერია მაგალითისთვის ფურცელზე რომ დავწერეთ რომ თქვათ რაღაც სივრცე უნდა გამოიყურებოდეს ესე, ეს სივრცე უნდა დაიხატოს ალბათ ერთი მინიმუმ 10-15 ჯერ მაინც. სხვადასხვა ვერსიები. მე ეს 15 ვერსია უნდა შეჯერდეს, რომელი არის საუკეთესო, ან გადაეწყოს ისე, რომ კონდეს საუკეთესო, ესე ვთქვათ, როგორ გითხრათ, ნიშა და მე ამის აწყობა, ანუ ბევრი სხვადასხვა პროცესი უნდა გაიაროს, ერთმა პატარა ოთახმა უნდა გაიაროს, ბევრი რაღაც ესე რომ ვთქვათ, ადამიანი და ბევრი ის რა, ანუ სხვადასხვა მიმართულება. მანდაც არის ხოლმე მსგავსი ტიპის პრობლემები რაღაცეები, რომ ცოტათი არა მე ესე უფრო მომწონს და ესე უკეთესი ვარიანტი იქნება, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ადამიანური მომენტი არის მაგ თვალსაზრისით, მაგრამ არაფერი ისეთი განსაკუთრებული. გაქვს კითხვა ნიკა? იცი, დაბრუნება მივიდა გიორგი, სადაც ბოლოს ამბობდი რაღაცას ეხანდელ არსებულ სტუდიებზე. და უბრალოდ მაინტერესებდა, აი, ეხანდელ არსებულ სტუდიებში როგორ ხედავთ ამ ინფრასტრუქტურას და როგორ ვითარდებიან და აი კონკურენტებად ხედავთ უფრო თუ როგორ გამოიყურებიან ეხლანდელი კონკურენტებაში. პირველი რის თქვაც მინდა არის, რომ ეხლანდელი სტუდიები, ვინებიც არიან და ვინებიც ვართ, ერთმანეთს არც ერთი არ უყურებთ როგორც კონკურენტებს, ჩვენთვის სიტუაცია არის შემდეგნაირად. ერთი რომელიმე სტუდიის წარმატება რეალურად ნიშნავს ყველა სხვა დანარჩენი სტუდიის წარმატებას. პირდაპირ მნიშვნელობით იქნა გამომდინარე, რომ თუ მაგალითისთვის ყველაზე მეტნი ახლა სინამდვილეში რამოდენიმე თვის წინ ზაფხულში მაისში ვიყავით პოლონეთში Digital Dragon-ზე, ან სხვა ქართული სტუდიებიც იყვნენ იქ და პოლონეთი არის აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მსხვილი ქვეყანა არის მაგ მიმართულებით game development-ით რა. ანუ იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მანდ მაგას, რომ თუ სწორად მახსოვს 500 რაღაცა უნივერსიტეტში ისწავლება პროფესიულ დონეზე. ჩვეულებრივ პროფესიულ დონეზე და იქ ძალიან ის არის და ძალიან ბევრი კომპანია და ძალიან ბევრი პაბლიშერი არის. სამწუხაროდ წარმოდგენა არ აქვს რა ხდება აქეთ. ჩვენთან. არიციან აქ მაგალითისთვის რამოდენიმე წლის წინ მე მქონდა ერთ-ერთ პოლონურ კომპანიასთან საუბარი, სავარაუდო ინვესტორი შეიძლება და ყოფილიყო და მაგალითისთვის რო ახსენი რომ რა რაოდენობის თანხა მქონდა მე დახარჯული იმის გაკეთებაში რაც ვაჩვენე, გაკრებულები უყურებდნენ რომ საქართველოში აი ამ თქვათ ესე როგორ გააკეთეთ ეს დონე. ეგეთი რაღაცა არის იქით, მაგრამ საქმე იმაში არის რომ ერთი რომელიმე სტუდიას თუ ექნება წარმატება, ის იქნება მაგნიტი უკვე სხვა ყველა დანარჩენისთვის, იმიტომ რომ გაჩნდება ინტერესი. რომ აქ რა ხდება და ეგეც იმიტომ თქვი და მაგას ეგრე იმიტომ უყურებ რომ ერთი რომელიმე სტუდიის წარმატება იქნება მაგნიტი და შექმნის ინდუსტრიას იქნება გამომდინარე რომ ეხლა დღევანდელ დღეს საქართველოში უამრავი აკადემიები არის, აი ძალიან ბევრი აკადემია არის, ყველა ასწავლის მაგალითისთვის გრაფიკულ დიზაინს, არც პროგრამირებას და ასე შემდეგ, მაგრამ საქმე ის არის რომ მაგდენი ვაკანსია არ არის, ანუ რეალურად მაგდენი ადგილი რომ წავიდეს ეს ხალხი და ყველა სადღაც იმუშაობს არ არის ფიზიკურად. თამაშებსაც ასწავლიან, მაგრამ ეს რაში უნდა გამოიყენო, მე ნაკლებ მაიც. სამწუხაროდ, ხო. და ერთი სტუდიის წარმატება ნიშნავს იმას, რომ უკვე გაჩნდება ადგილი და სახსრები, რომელიც შეიძლება საინტერესო გახდება უკვე ბევრი აკადემიისთვის და აზრი ექნება მაგალითისთვის მე რომ 3D ანიმაციას გასწავლი, ეს 3D ანიმაცია გარდა კაზინოს რეკლამისა სად შეიძლება გამოიყენო. ანუ ეგეთი სიტუაცია არის და გარდა ამისა, სხვა სტუდიების შემთხვევაში და ხო უკვე გარე აქტორები დაინტერესდებიან, აქ კიდევ რა არის. და გარდა იმისა, რომ შეიძლება რომ სხვა სტუდიებმა კიდევ უფრო მეც მიაღწიოთ მე და უკეთეს პაბლიშინგი იშოვოთ. გაჩნდება კადრები, რაც ნიშნავს, რომ რომელიმე უცხოური კომპანია შეიძლება შემოვიდეს უკვე საქართველოში.
რომელიმე მოზრდილი. არ ვიცი, CD Projekt-იან, არ ვიცი, DICE-იან რომელიღაცა ეგეთმა შეიძლება გახსნას აქ უკვე. იმიტომ რომ ეგეთი პრეცედენტი მაგალითისთვის ჩვენს სამეზობლოში არის. თურქეთი მაგალითად ძალიან დიდი აქტორია მაგ მიმართულებით, სომხეთში და ძალიან ბევრი სტუდიებია, აზერბაიჯანშიც არიან, მაგრამ საქართველოში ესე რომ ვთქვათ, სიცოცხლისთვის იბრძვის ძირითადი ამ მიმართულებით. რეგიონში არ ვართ ყველაზე წინ, მე რატომ წარმომედგინე რომ სომხეთ და აზერბაიჯანი იქნება, არა? არა ვართ, არა. და ეს რამ გამოიწვიეს შენი აზრით, რა თქმა უნდა. სიმართლე რო გითხრა, აი უფრო მეტად ადრე ხა შედარებით უფრო მეტად შეიცვალა ეგ შეხედულება აქ, მაგრამ ადრე იყო ეგეთი შეხედულება, რომ აი მაგალითად თამაშებს აკეთებ რა დრო შენ თამაშებია, წად საქმეს მიხედია. ძირითად შემთხვევაში ეგეთი ტიპის შეხედულება იყო. თუმცა ანუ რეალურად ძალიან დიდი ინდუსტრია არის და ძალიან დიდი შემოსავალი აქვს ამ ინდუსტრიას. რამოდენიმე ასეული მილიარდზე არის ყოველწლიურ ბრუნვაზე და საუბარი და იქიდან რაღაც 0.1%-იც რო კონდეს შემოსავალი მთლიან სახელმწიფოს, ალბათ რა გაცილებით უკეთესი კომპანიები იქნებოდა და მაღალი ანაზღაურებაც იქნებოდა. თამაშებს აკეთებ, მაგრამ საინტერესო კითხვა არის თამაშებს ვთამაშობ რა. კი, რა თქმა უნდა, მაგის საყვარელი თამაში. მაგით დავიწყე, იმიტომ რომ ანუ თუ არ თამაშებს ვერ გააკეთებ. იქნა გამომდინარე, რომ სიყვარული არის. მაქედან სწავლობ, ესე ვთქვათ, რა მუშაობს, რა არ მუშაობს და რა როგორ შეიძლება რომ გააკეთო იქ. Top 3 ცოტათი რთული და სათქმელი არის. რეალურად რთული სათქმელია. ერთი თუ გაქვს შეიძლება ერთი სხვა. სამეულში აუცილებლად შევიყვანდი The Last of Us, პირველ The Last of Us. აუცილებლად შევიყვანდი Witcher 3-ს. აი ეს დანარჩენს უკვე ვეღარ ვფიქრობ, შეიძლება ერთი არა, მაგრამ როგორც ფრენჩაიზი ეგრე შემეყვანა Assassin's Creed. ხო, Assassin-ი. როგორც ფრენჩაიზი ყველა საუკეთესო არ არის Assassin-ი არ გაქვს საუკეთესო. ფრენჩაიზი, ანუ უბრალოდ storyline-დან და უკანა background რა თემებიდან თორე კიდე იმდენი არის რაც მაფიქრდება იგივე რავი. Assassin-ის case-ი რო ავიღოთ, ფაქტია რომ უარესდება ხალხი აღარ თამაშობს ეგრეთ შეერთებას თამაშობდა და გამოწვევი მიზეზი რა გონია არის? ნუ ამობენ რომ ძალიან ხშირი გამოშვება, შეიძლება ესეც იყოს, მაგრამ არის რამე უფრო ხმათო? გამოშვებაც რა თქმა უნდა ძალიან ბევრს უშვებენ, მაგრამ რეალური პრობლემა ის არის, რომ იმდენი წელია გამოდის, ანუ ნახეთ ეგ მაგ თამაშის გამოსვლა დაიწყო 2007 წლიდან. აი რამდენი წელი არის უკვე მას მე გასული და ამ ყველა ვერსიას ალბათ 10 მინიმუმ არის უკვე გამოსული. ყველას აქვს საერთო backstory. ეგ იყო მაგათი selling point-ი, ესე რომ ვთქვათ, რომ როგორც მაგალითისთვის Marvel-ის ბოლო ფილმები როგორც იყო ერთ დიდ ისტორიაზე აგებული, იგივე პრინციპით არის ეს გაკეთებული ერთ დიდ ისტორიაზე. და ახალი მოთამაშეები, ახალი ადამიანები იწერენ, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვს წინებში რა ხდებოდა. შესაბამისად, მანდ უკვე ცოტა ისეთი ის არის რა, რომ ანუ ბევრს აღარ მოსწონს, ზოგი დაიხალა უკვე ერთი და იგივე ზემით, ზოგი, ნუ მოკლედ ძალიან ბევრი მიმართულება აქვს, მაგრამ ეგენი იმხელა კომპანია რეალურად მაინც ყიდიან. ის ბოლო რაც გამოვიდა ბრიტანეთში თუ არ ვცდები, პირველ ადგილზე იყო გაყიდვებით, ანუ მაინც იყიდება. ეგ არის ბევრი სტუდიის მიდგომა, როგორც უყურებენ, რომ არ გინდა იმდეს მაინც ყიდიან, რომ პროფიტი კონდეთ. ამიტომ აკეთებენ მაინც. ყველაზე overrated თამაში რა არის, მაშინ მაგას კითხავ. ესე მეტად დაფასებული შეიძლება იყოს. Overrated-ი ჩემთვის ალბათ იქნება უნდა ვფიქრდე მაგაზე. ბევრი თამაშია, რომელიც შეიძლება ბევრი არის, რომელიც შეიძლება თქვა, მაგრამ ყველაზე ცალსახა რაც მახსენდება, ნუ ონლაინ თამაშებიდან, უფრო არის multiplayer თამაშებიდან, ალბათ არ ვიცი, რომელს გავუყოფდი ადგილს, Fortnite თუ Roblox არ ვიცი. მე მგონი Roblox-ი მაინც. რომელს გავუყოფდი ადგილს, რომელიც დავსვამდი. ნუ მაინც აი დაბალი effort-ი ჭირდება, ხო? ანუ ბევრი labor არ ჭირდება და ნუ ბავშვებს არ ჭირდება, მაგრამ ეგენი რეალურად ის არის, რა ქვია, ეგ ძირითად შემთხვევაში ეგ თამაშები რაც არის, ეგენი არის live service თამაშები, რომლების დანიშნულებაც ის არის, რომ უბრალოდ თანხას აგენერირებენ მორჩა. ანუ არანაირი ლოგიკა არ, ანუ ჩემი შეხედულება არის ეგეთი რა. კომპიუტერული თამაშები ძალიან კარგი არის, თუ იყენებ სწორად თუ იყენებ მარტივად რო ვთქვა. ანუ იგივე პრინციპი არის რაც ფილმები.
რეალურად. ანუ entertainment-ის ერთ-ერთი შესაძლებლობა არის, რაც არის, თქვა, სადაც შედის ფილმიც, შედის არც მუსიკაც მათ შორის. მაგალითისთვის ფილმი რო აიღო და უყურო ისეთ ფილმს, ანუ ვერ დააფასებ ისეთ ფილმს, რომელსაც არანაირი აზრი არ უდევს და მხოლოდ იმისთვის არის შექმნილი, რომ შენ მაშინ თანხა გადაიხადო. დაახლოებით იგივე პრინციპი არის თამაშების შემთხვევაშიც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის უკვე რომ სერიალებს იღებენ თამაშებს და იგივე Last of Us-ი რაც თქვი, ანუ ჯერ თამაში იყო, შემდეგ ახლა გამოუშვეს სერიალი. ხო, ანუ ბევრი რაღაცა არის, სადაც რაღაცა სწავლობ, ახალს გებულობ, ახალს ღებულობ. მთელი Assassin's Creed-ს თუ ითამაშებ, ისტორიად მაგალითისთვის შეიძლება ძალიან მაგრად ისწავლო, ხო? პირდაპირ მნიშვნელობით ბევრ რაღაცას ნახულობ, ბევრ რაღაცას გებულობ. ზოგი არის პირდაპირ მნიშვნელობით როგორც წიგნს ან ფილმს ნახავდი, ისე სათამაშო და ისე გასაგები არის პირდაპირ მნიშვნელობით და თან ანუ იმდენად ისეთი სფერო არის ახლა თუნდაც შექმნის თვალსაზრისით, რომ არა აქვს მნიშვნელობა რა სფეროში ხარ თვითონ. ანუ ყველაფერი მოსული არის, ანუ წერა იცი კარგი შეგიძლია, არ ვიცი, იდეების მოფიქრება შეგიძლია, კი ბატონო, შეგიძლია იყო აქ. აი 3D მოდელირება გამოგდის, იქნები, გაყიდვები გინდა, ეგ კი არა, რავი, ექიმი თუ ხარ, მაგ შემთხვევაშიც იქნები, იმიტომ რომ სადღაც რაღაც გამოადგები, იმიტომ რომ The Last of Us-ში მაგათი ეს თქვა ზომბი ვირუსი რაც არის, ეგ არის რეალური ფენომენი, ოღონ თუ არ ვწდები, ჭიანჭველებიდან არის განმოღებული თუ სწორად მახსოვს ეგ და რეალური, ანუ სამეცნიერო ფენომენი არის ეგ, რომელსაც დააფუძნეს ყველაფერი და იყვნენ მეცნიერები ჩართული მაგ ყველაფრის იმაში, რომ რაღაც აუთენტურობა და ლოგიკა ქონოდა და არ ყოფილიყო რაღაც უაზრო და მოვიფიქრეთ რაღაც ვარიანტი, ხო? ბევრი არის იგივე სამხედროებს რთავენ ხოლმე საერთოდ ებს რო იარაღის ხმები და სწორი აგებულება როგორ უნდა იყოს და ასე შემდეგ მაგ პრინციპით რო გავა. ისე ამაინტერესდა გიორგი, აი Revolt Entertainment-ის პირველი ეს პროექტის თემატიკა და ჟანრი გასაგებია, ცნობილია, მაგრამ რას ვფიქრობ, თქვენი სტუდიო ამ ჟანრზე იქნება ფოკუსირებული თუ უფრო სხვადასხვანაირ თამაშებს? არა, ამ ჟანრზე ნამდვილად არ ვიქნებით ფოკუსირებული, საერთოდ სხვა რეალურად საერთოდ სხვა ხედვა და საერთოდ სხვა ბიზნები გვაქვს და გეგმები გვაქვს რა მიმართულებითაც რა ტიპის პროექტებიც უნდა გავაკეთოთ. ეს არის ზუსტად ის, რაზეც ვამბობდი, რომ საჭირო არის დაწყება რაღაცის, დასრულება, ანუ დაგეგმა და მერე შესრულება ამის, შემოსავლის რაღაც თანხის გენერირება და მაგის მიხედვით უკვე ან შეიძლება შემდეგი თამაში რაც გამოუშვებთ უკვე იგივე ჟანრში და სეგმენტში დავრჩეთ, ან შეიძლება საერთოდ სხვა გავაკეთოთ, იმიტომ რომ რეალური მიზანი რაც არის რომ საკმარისი ცნობადობა, დავაგროვოთ საკმარისი ცნობადობა და საკმარისი კაპიტალი იმისთვის, რომ გავაკეთოთ ის, რის გაკეთებაც გვინდოდა, რაზეც მანამდე მუშაობდით, რაც სრულიად სხვა მიმართულება არის, უფრო მეტად Hellblade-ის მიმართულება არის, ვიდრე ეს. ამიტომ საერთოდ სხვა ჟანრი არის აზრობრივად და არსობრივად. საშუალო დრო რა არის პროექტი რო გააკეთოთ? რა თქმა უნდა დამოკიდებულია პროექტზე, მაგრამ აი ამ პროექტზე რამდენი ხანი მუშაობდით და რამდენი ხანი არის საშუალო რაოდენობა პროექტის? 3 წელი არის რეალურად 2022-ში და 3 წელია ამას ვაკეთებთ რეალურად რა. ანუ საუბარი არის თავის იდეის დონეზე, იდეით რო დავიწყეთ, მერე რაღაც მუშაობის პროცესი და განვითარების და ასე შემდეგ. ანუ რეალურად ეხლა რომ და მაქვს კიდევაც რამოდენიმე სურათი დარჩენილი, ანუ როგორ გამოიყურებოდა საწყის რაღაც ერთი თვის თავზე, ყველაფერი და როგორ გამოიყურება დღევანდელ დღეს არის საერთოდ სხვადასხვა რაღაც. იმიტომ რომ ძალიან ბევრ ეტაპს გადიხარ, იმიტომ რომ რაღაცას რო გააკეთებ, შეიძლება შენ ფიქრობ რომ კარგი არის ეგრე, მერე გაიტანო ვიღაცა სათამაშო, ან არც ისე კარგი გამოდგეს. და ამიტომ განსაკეთებელი იყოს. მაგიტომაც არის მნიშვნელოვანი სისწრაფე ნებისმიერი ინდი დეველოპერისთვის, რომ რაღაც კეთებას რო დაიწყებს, მალევე დატესტოს თან, რომ ესე ვთქვათ, ოღონდ არა ვთქვათ მეგობართან, რაღაც მაგათთან, ახლობელთან და ასე შემდეგ. უცხო ადამიანთან, რომელსაც თვითონ შეიძლება არც აინტერესებდეს, ვთქვათ, შენ გეწყინება თუ არა, რომ გითხრას რომ ცუდიაო. ამიტომ ეგეთი რაღაცა უნდა გააკეთოს ყველამ აუცილებლად. სხვადასხვა სულ მაინტერესებდა ეგ როგორ მუშაობს ამ თამაშების ტესტინგი. და თქვენი გამოსვლებით უბრალოდ ანუ უცხო ხალხთან მიდიხართ ამოწმეთ თუ რაღაც ორგანიზაციებია, რომელსაც შეგიძლიათ დაუკავშიროთ და გეხმარებიან. კი ბატონო, არის სხვადასხვა პლატფორმები, Keymailer-ი არის ეგეთი პლატფორმა, სადაც გეხმარება მარკეტინგის მიმართულებით და აქვს პლეიტესტერების მიმართულებაც. მარკეტინგის მიმართულებით, ანუ ეს არის გიგანტური პლატფორმა, სადაც უამრავი ინფლუენსერი და
content creator-ი არის დარეგისტრირებული და უამრავი developer-ი, რომელსაც content creator-ი ჭირდება. ესე რომ ვთქვათ და bridge არის ესე რომ ვთქვათ რა და აქვს ეგეთ პლატფორმებს მათ შორის აქვს ეს playtester-ების მართლობა, სადაც შენს თამაშის გასაღებებს უგზავნი და ისინი ტესტავენ. მაგ დროს უკვე დამოკიდებული არის იმაზე, შენ როგორ გინდა რომ გაკეთდეს ეს playtesting-ი, ანუ იგულისხმება შეიძლება რაღაც ფორმასავით გქონდეს პირდაპირ შენივე თამაშში ჩაშენებული და შეავსოს. შეიძლება გქონდეს ცალკე საიტზე, არ ვიცი, უამრავი მეთოდი შეიძლება გამოიყენოს, შეიძლება Discord ჯგუფი გააკეთოს ამაგისო და ასე შემდეგ, ანუ ბევრი ვარიანტი არის, მაგრამ მანდ არის უკვე ანუ ეგ სხვათა შორის მნიშვნელოვანი რაღაცა არის, არსებობს quantitative და qualitative შეფასება. ანუ აქ საუბარი არ არის, ანუ აქ არ არის საუბარი იმაზე, ანუ ვიღაცასთან შეიძლება თქვა მიხვიდე და კითხო იყიდი ამ თამაშს, მოგწონს ეს და უბრალოდ იქნა გამომდინარე რომ ადამიანებს გვინდა რომ სხვა ადამიანთან ვიყოთ ზრდილობიანები და კარგი ტიპები გამოჩნდეთ, გითხრას თავი დაგიქნიოს, მაგრამ რეალურად სხვანაირად იყოს. ამიტომ არსებობს სხვადასხვა ტიპის შეკითხვების მთელი სერია, რომლის მეშვეობით შეიძლება გამოთვალო, ამ ადამიანს რეალურად მოსწონს თუ არ მოსწონს. ეგ არის ერთი ვარიანტი უკვე რეალურად, როდესაც პროდუქტს ეხება. მეორე ვარიანტი არის უკვე, სადაც შენ თვითონ გუნდის წევრები შეთხარ და თამაშობ და ნახულობთ რაღაც მუშაობს, არ მუშაობს, ბაგი სად არის და როგორ, მაგრამ აი ამ პროცესში იმდენად იბნევი უკვე შენ თვითონ რომ ყველაფერს აკეთებ იდეალურად. ანუ იდეალურ ტაიმინგს ირჩევ, იდეალურად გადიხარ რაღაც გზას, ზუსტად საით უნდა წახვიდე და შენთვის უკვე მარტივად აღქმადი არის, მაგრამ ეხა იგივე პრობლემა გქონდა, რა ტყის დიდი, ესე ვთქვათ, მასივი გქონდა, სადაც უნდა გაიაროს მოთამაშეები, მაგრამ ჩვენ გავდიოდით უპრობლემოდ, მაგრამ აი სხვები რო ვათამაშეთ, ყველა იკარგებოდა. ხო, ანუ ეგეთ რაღაცაზე არის, რომ მაგალითისთვის ამდენი ხანი ვითამაში ვერ ვიპოვე, ეს გამოსასწორებელია და მე უკვე ფიქრობ, ვთქვათ, როგორ შეიძლება რომ გამოვასწორო, მე რო გამოვასწორებ და რო გონია რომ გამოვასწორებ, მე კიდე ერთი იტერაცია უნდა დაიტესტოს, მე კიდე ერთი იტერაცია, სანამ ესე რომ ვთქვათ, მარტივი არ იქნება და შესაბამის ეს ვთქვათ დონეზე არ მიხვალ რა. მაგ დროს ძალიან გეხმარება Steam-ი, იქნა გამომდინარე რომ Steam-ზე როგორც კი Steam-ის page-ი როდესაც კეთდება ზოგადად, იქ შენი build-ი, ანუ ისე ვერ გაკეთდება ფიზიკურად page-ი რა, ანუ შენი რაღაც დაბილდული თამაში უნდა არსებობდეს იქ. Steam-ზე უნდა იყოს დადებული უკვე და ის გაძლევს მე გიგენერირებს უკვე ჩვეულებრივ Steam-ის key code-ებს, რომლებიც შეიძლება გამოიყენო, მაგალითად გამოიყენო publisher-ებისთვის და თლიანი თამაშის Google Drive-ით გადაგზავნის ნაცვლად, ესე ვთქვათ, key code-ი გადაუგზავნო, სადაც შენს მიერ გაკეთებული ნებისმიერი update-ი კი არა და რაღაც ცვლილება update-დება და დააპდეითებ და მარტივი იქნება ეს პროცესი. გიორგი, ისედაც დაპირებულზე ორჯერ დიდი დრო წაგართვით, არა უშავს. ბოლო კითხვას დაგისმევ ესეც, ეხლა ვინც უყურებს ამას, ჩვენ ლაპარაკს, რას უნდა ელოდოს თქვენგან მომავალში, რა პროექტს უნდა ელოდოს ან პირადად თქვენგან ან Revolt Entertainment-ისგან რას ველოდოთ? პირველი არის ის, რომ აი ამ თვის ბოლოს, უკვე ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისამდე უფრო Halloween-ის პერიოდში უნდა ელოდოს, რომ ჩვენ თამაში გამოვა, უკვე იქნება ხელმისაწვდომი მთელი მსოფლიოსთვის. ეს არის პირველი. მეორე უნდა ელოდოს, რომ შემდეგ პროექტს აუცილებლად გავაკეთებთ, შემდეგ თამაშს. ჯერჯერობით ვერ და არ ვიტყვი რა ის იდეა გვაქვს, იმიტომ რომ მე არ მინდა რომ რაღაცა ამას აკეთებდი და ეხა ეს ხო მოკლედ. ეგ აკადემია ასევე უნდა ელოდონ იქნება გამომდინარე რომ კადრები არ არის საქართველოში და წელს არ ამგონია რომ მოხდეს, მაგრამ წინა წელს ჩავატარეთ თბილისი Digital Arena თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საკმაოდ მოზრდილი გამოვიდა იქ game developer-ებიც იყვნენ. იგივე უпроსორად Digital Dragons-ი იყო ჩვენი ერთგვარი პარტნიორი და Digital Dragons-ის ბილეთების გავათამაშეთ. რომ იქ თავიანთ თამაში წაეღოთ და წარედგინათ პოლონეთში ეჩვენებინათ და იმედი გვაქვს რომ ამ წელს თუ არა მომავალ წელს აუცილებლად ჩავატარებთ ისე. დიდი მადლობა გიორგი, დრო რომ დაგვიწმე. ჩვენთვის მადლობა თქვენ. ლაპარაკი და ძალიან სასიამოვნო, საინტერესო და დარწმუნებული ვარ ყველა ვინც ნახავს ძალიან დაინტერესებული იქნება კომპანიითაც და თქვენიც პირადად. მადლობა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა თქვენ და წარმატებები.